მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს, კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის. ილია გლონტი და მე, თორნიკე რაზმაძე, ვიწყებ პოდკასტების ახალ სერიას ისაუბრეს კონტენტის ფარგლებში, რომელშიც მოვიწვევთ ხოლმე საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანებს და ვისაუბრებთ ყველასათვის საინტერესო სოციალურ პოლიტიკურ საკითხებზე. ვინ ყოფილიყო ჩვენი პირველი გადაცემის სტუმარი, ამაზე ბევრი ვიფიქრეთ და რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ უნდა აგვერჩია ცოტნე კობერიძე. იმიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ აქ ვაპირებთ ხალხს მეტნაკლებად კრიტიკული შეკითხვები დავუსვათ და ვნახოთ რამდენად გამოგვივა ეს ცოტნესთან, რომლის მიმართაც მე მაგალითად პირადად კეთილგანწყობას არ ვმალავ. ხო და აი ახლა ეს კეთილგანწყობა გვერდზე უნდა გადავდოთ და ცოტა საქმიან თემებზე ვისაუბროთ. ცოტნე გამარჯობა. გამარჯობა. პირველ რიგში მარტივი კითხვით დავიწყოთ, როგორ შეაჯამებდი ამ პროტესტის 100-ზე მეტ დღეს უკვე და რამდენად ვართ ახლოს გამარჯვებასთან და ვართ თუ არა საერთოდ შენ წარმოდგენაში. რთული სიტუაცია ჩემთვის არსებობს რამოდენიმე აქცია, რაც ამ დღეების განმავლობაში არსებობდა სხვადასხვა შინაარსით. ერთი დავიწყოთ იმით, რომ პარტიებს ჰქონდათ საკუთარი აქციები კობახიძის განცხადებამდე, რომელთა მიმართებაშიც მეტად იყო პარტია მენეჯმენტში ჩართული, პარტიები ფინანსურად და ბევრ საკითხით და ხალხი იყო ცოტა და მე ვნახეთ კობახიძის და მისი თავარი მოთხოვნა იყო ახალი არჩევნები და მე კობახიძის განცხადება დაორგანიზა აქციები, რომელმაც გამოიყვანა ბევრი ადამიანი, რომლის თავარი ხომ იყო რომ ხوار გაგიჯდით ქვეყანას დააბრუნეთ კონსტიტუციურ წესრიგში პირველ რიგში რაც არის ჩვენი დასავლური კურსი და მე იყო თქვა ახალი არჩევნები და მე უკვე დაემატა პოლიტპატიმრები და დღეს ჩემი აზრით პოლიტპატიმრები არის თავარი საკითხი რაც არ უნდა იყოს ჩვენ ახლა აქ ვივართ და პოდკასტს საუბრობთ და მეტყველებთ გავა თუ რა ციგარეტს მოწევს ვიღაცა ყავას დავლეს მე სახში წავ რაღაც იქნება მაგრამ ვიღაც ადამიანი არის ციხეში ეს ჯარიმებზეც შეება ვიღაცებს გვეცინებოდეს 25-40,000 მაგრამ ნუ ჯარიმაა და არ არის ხო მარტივი ძალიან რთული სიტუაცია და ბევრნაირი დამოკიდებულება უნდა გქონდეს სხვადასხვა ეტაპთან მიმართებაში. ერთის ხრივ რაღაც შინაარსის მატარებელი არის, რომ რატო იყო რომ პოლიტიკური პარტიების აქციებზე არ იყო იმდენი ხალხი და მე ამ ხელა ჩართულობა იყო და მეორეს ხრივ თქვა ახალ წლების მერე რატომ არის რომ ადამიანის რაოდენობა თქვა ისეთი აღარ არის როგორიც იყო თავის დროზე უფრო ხმაურიანი აქციები, რომელთა მიმართებაშიც სისტემაც უფრო მეტად ირყეოდა, დღეს ესეთი არ არის. ამ ნაწილში ჩემი აზრით დიდი როლი ითამაშა სალომე ზურაბიშვილმა, რომელთა მიმართებაშიც აიგო მთელი პოლიტიკური ტიპის სათქმელი, რომ ის არის მეტყველი როგორც პოლიტიკური ფიგურა ამ აქციების. და ხა არ ვიცი ხა ვის რა მოლოდინი ქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოდით სასახლესთან გეტყვით გეგმას და იდეაში ის თქვა მაშინ, რაც თქვა გუშინ წინ არის რაც არის ახალი გეგმა. სალომე ზურაბიშვილზე გადავთ, მაგაზე ვაკითხვა. ამიტომ იყო ეგ ეტაპი, ამიტომ ამ დღეს შეგმაქ რა, ამ დღეს მე იყო ეგ ფიგურა როგორც სალომე პრეზიდენტი, ეს ოფიციალურად აღარ იყო პრეზიდენტი და მის იქით თითქოს აქ მოლოდინი გაჩნდა, მოდი ხა ტრამპის მოსვლამდე და მე ადამიანი უბრალოდ გადაწყვიტეს რომ რახან ესე კონკრეტული შეპირისპირების დღე და ის არ მომფიქრდა და პოლიტიკმა სიტუაცია ეს ვერ მიიღო, იმის მერე აქციამ სხვა სახე მიიღო, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გავქაჩოთ და ვიყოთ დრო მიეცეს პოლიტიკურ სპექტრს და დრო მიეცეს საგარეო ურთიერთობებში წყვილას ვინც არის ჩართული, რომ რაღაც იქნება შეიცვალოს. კარგი, მოკლე ის მინდა ხა რეზიუმე გავაკეთოთ ამ კითხვის. შენი აზრით აქციების, აი დიდი აქციების, კობახიძის განცხადების შემდეგ რო აქციები იყო, მაქის ერთი კვირის თავზე რა სიტუაციაც იყო, იმასთან შედარებით ეხლა უფრო ახლოს ვართ გამარჯვებასთან თუ უფრო შორს? ალბათ ისევ იქ. ისევ იქ. ნუ რაღაც მე უფრო მეტად ის არის, რომ ხა მაშინ არ იყო ის წარმოდგენა და რაღაცები არ იყო. ამდენ ხას თუ გაგაჩავდა არაღიარება და ამდენ ხას რა არ ვერ გასწრენ ხო აღმოსავლეთ ნაწილს აქეთ დადიან და დასავლეთში ფეხი არ ჩაუდგათ ეს ბევრ რამეცლის და ეს არის უპირატესობა დღევანდელი დღეობის, მაგრამ იმ დღის უპირატესობების იყო რომ იქ იყო ბევრად აქტიური აქციები, ადამიანები ტოვებდნენ აქტიურად უფრო მეტად ქართულ ოცნებას, ეს სისტემის ჯღრევა ქვია, მაშინ უფრო იმსა. ნუ მაშინ რო გვეთქვა ვინმეს რომ ეს აქციები და რუსთაველის ყოველდღიური გადაკეტვა გაგრძელდება რაღაც მარტამდე, მაგრამ ხელისუფლება მაინც ისევ ისე იქნებაო, შეიძლება გავკვირვებოდა როგორ იქნება აქციები თუ გაგრძელდაო, მაგრამ არის. ხო, ცხადია, კი, განცხადებები იყო, ხო, რომ ჩვენ ახლა კონკრეტული თარიღები იყო. კაი. და დასახელებული ეს თუ ესე არ მოხდება, მაშინ ნიშნავს, რომ რუსეთი არაფერს აზრი აღარ იქნება და მე რამ პროცესში რო ხარ, ხვდები, რომ ეგ რაღაც თლად ეგ არ არის პროცესში. ესე არ ხდები რუსეთი, რომ შემოვიდეს ვიღაცა მარშით და ნენელა ხდები. კარგი, ეხლა მე მაქვს რაზე კითხვა, სალომე ზურაბიშვილთან მივალთ და ამ კონტექსტში გახდი შენ ამ ბოლო პერიოდში მედიისთვის საინტერესოს, რომ ცოტა განსხვავებული აზრი დააფიქსირეს პოლიტიკურ სპექტრისთან შედარებით, მაგრამ ჯერ მინდა კითხო აი ზოგად პოლიტიკურ სპექტრზე და მინდა იცი როგორ რაღაცაზე ვისაუბროთ
ცოტა შინაურულ საკითხებზე არის საუბარი შეგიძლია რა თქმა უნდა რა. აი ჩვენ გვაინტერესებს ოპოზიციის ყოველდღიური რუტინა როგორია რა. აი პირობითად დღეს რა გააკეთეთ, შევა შენ ამ წუთას რაღაც კუთხით დისტანცირებული ხარ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენზე მეტად ხო იცი რა ხდება შიგნით. ანუ როგორ მიდის აი ეს კოორდინაცია, გასაგებია რომ იქ რაღაცა გახარია, ის არ მოსწონს ხაზარაძეს გახარია თუ რაღაცა, მაგრამ ეს ყოველდღიური კომუნიკაცია მაინც ხო რაღაც კუთხით მიდის. შიდა კოორდინაცია თუ არ მიდის საერთოდ. აი დღეს რა ხდებოდა და ხვალ რა იგებოდა. ის რა თქმა უნდა რა კომპეტენციის ნაწილში შეგიძლია და ერთმანეთს უყურებენ ეგეც გითხარი. ზოგადად მე სულ მეცინება ხომ რომ საქმეთ გამოიხატება რომ უნდა იყოს კოორდინაცია და სინამდვილეში აი აქ ჩაყარე 1-7 კაცი დღეს მნიშვნელოვანი ვინც არის ლიდერები და ყოველდღიური მიწერ-მოწერა უნდა გქონდეთ და კოორდინაციაც ეგ იქნება და მაგით ცალკე საქმე შემოსაღება და ეს არის ერთმანეთთან ლაპარაკობთ ოპოზიცია რა მაგარია. და ამის იქით ზოგადად ჩემი აზრით ეხლა არის გადარჩენის პოლიტიკა, ვინ რა ფორმით გადარჩება, ვის რა რესურსი ექნება, ალბათ იმიტომ რომ ძალიან სერიოზულად გაჭირდა და გაჭირდება ბაბში, ტელევიზიების ნაწილი იქნება, ეს პარტიების ნაწილი იქნება, შემდეგ რა ხა არასათორები და ასე შემდგომ და რაღაცნაირად ყველას უჭირს. ამიტომ ის რაღაც პარტიული რუტინებს რაღაც დილითაძე მიდიხარ, მე რაღაცა საქმე აქვს, მე ის რაღაცა მერიტოკრატია არის აგებული, რაღაცა დასაქმებული ხავს, მე რაღაცა რეგიონის ადამიანები არსებობს, მე ვიც ხალხის ჩამოყალიბებას უნდა იფიქროს. ეგეთის მე ყოველ შემთხვევაში არ ვგზნობ რომ არის. აი, დასაწყისში რაც იყო, რაც აღნიშნე პარტიების აქციები, მასთან მიმართებაში უფრო იგრძნობოდა ეს რუტინა, რომ ის რესურსებით მომარაგება იმას, ესეთ საქმეებზე მე ცხადდა ვიღაცამ უნდა საქმე აკეთოს და ჩდებოდა ესეთი საქმე. დღეს ამ ნაწილში არის რა საქმე რომ აქციაზე იყო. შენც უკმაყოფილო ხარ ამ ოპოზიციის თვითორგანიზებით, ხო, ასე ვთქვათ, რაღაც კუთხით. ხო შეიძლება ეს შეჯამება გავაკეთოთ. ცხადია, ხო, უკმაყოფილო არ ვარ. როგორ ხო და მე მაინტერესებს, აი თავარ პრობლემას მაგისას სახედავ, რომ ვიღაცები პიროვნულად ვერ ეგუებიან ერთმანეთს თუ მათ შორის ეს ხო არის პრობლემა, რომ აღიქვამენ ერთმანეთს კონკურენტებად რა. პირობითად ვიღაცები ფიქრობენ, რომ ეხლა მე ქოცების ამორჩევას მაინც ვერ გადმოვიყვან რა და ცოტა იმისგან თუ წამოვიყვან, ცოტა ამისგან, ანუ ეს არის პრობლემა. თუ აი რა არის მაინც რატო ვერ თუნდაც უფრო კარგი კოორდინაციის ნაწილში თუნდაც იმის გადაწყვეტილების მიღების ნაწილში საერთო სია გქონდეს თუ არ გქონდეს მე არ ვამბობ რომ ან ერთია სწორი ან მეორე მაგრამ აი რაღაცა შორიდან ესე ჩანს რომ თითქოს ლაპარაკი უჭირს ამ ხალხს ერთმანეთთან ანუ განა ის რომ კარგი გეგმის დადება უჭირს და ანუ თითქოს კომუნიკაციას უჭირს არ არის ესე ჩანს უბრალოდ ჩანს არ ჩანს უბრალოდ ეს სულ იყო არის და მე უბრალოდ იმის რწმენა რომ აქ რაღაც ეგრე კანონად შეიძლება შამე არის ეს აღარ იქნება და უბრალოდ ლაპარაკო როდი ერთად იყავით დაკარგული მაქვს მაგალითად ხა ეგ არის ჩემი თავარი განსხვავება ჩემსა და ზურას პოზიციას შორის ზურას ამოს რო ერთო და არ ვიცი ხა რწმენა აქვს უბრალოდ მარტო ეს გონია ეს ისწავლე და რომ რაც არ ჯეროდეს სხვა რა ვილაპარაკო ეს გონია რომ იყოს სწორი მე უბრალოდ არ ვიჯერა რომ ეგეთ მოხდება უბრალოდ არ ვიჯერა წარმოუდგენელი ამბავი გონია მაშინ მართლა უნდა იყო რომ კი ერთი სია იქნება მაშინ რომ მე თუ ერთი სია არ იქნება ამერიკაც ყველა თავისი ფინანსები აქვს ყველა თავისი ფინანსთა მიმართებაში მე ყველა თავისი რაღაც მედია აქვს მე რაღაც ყველა ის და ხა ეს რესურსები რა როგორ უნდა მოხმარდეს სულ სხვა არის მე იმიტომ რომ მე უბრალოდ ხარჯი მაქვს თუ ინვესტიცია მაქვს მაშინ როცა ვისაც ამ ჩემ რესურსს მოვახმარ ის რამით პოლიტიკურად უკან დამიბრუნდება და თუ ხა ის სხვა სიით გადის ის ჩემი კონკურენტია მე ახ ამას ასე გინდა ასე თქვი გინდა ესე თქვი კი ერთად ვარ ის ვარ ეს ვარ ხელს ერთადაც გავმართოთ მაგრამ ჯამში ისე არ მოიქცევი როგორც ჩემ პარტიის წევრზე მოიქცევი სხვა სამემართებაში ამიტომ მაგ ვაშაძე გიორგოაშედავად ყველაზე ისტორია რომელიც ყველაზე კაფეოთ ამბობს რომ იმ ერთობასაც ლაპარაკოს ყველანაირი იმის მიკი მოკვის გარეშე წარმოუდგენელი რომ ხო ერთი სია უნდა იყოს იმ საბოლოო ნაწილში მაგრამ ამის თანამდებობაში ნაცებიზე გარდა კიდე ფულს რავი ვინ დახარჯავს ვინ იმუშავებს და მეორე სხრივ მაგალითად ჩემი პოზიცია მე მაგალითად გონია რომ რაღაცა სიახლოვე რაღაც თუ არ გაჩნდა როგორც არ უნდა დაალაგდეს არსებული ოპოზიციური სპექტრით თუ აი უბრალოდ არ დაშალე ქართული ოცნება ისე რომ მე კენს შენ იყრი მე ვიყრი თუ ვინ იყრის არ კონდეს მნიშვნელობა აი მაგდონემდე თუ არ შეარყეს სისტემა მე უბრალოდ ეს ხალხი ირჩევს ის ესე დახვდება იმის იქით მე არ მგონია რომ არსებობდეს არსებულ ოპოზიციურ სპექტრში რაღაცა მოგების ფორმულა. ხვალოდ არის უკლები ძინაიმში მე ხელახალი არჩევნები ამ ფონზე როგორც ვართ. მე არ მჯერა რომ ასეთი სიტუაცია მაინც შეიძლება წააგოს ოპოზიცია. ხო, თვლელში არ არის, ხო, თვლელში პრობლემა არის, ზოგადად არჩევნებზე ადამიანის მიზიდვა როგორ ხდება. ხო, ამაგას გეკითხები, თვლელში ხო იყო პრობლემა გასულ ამ არჩევნებზე. და რა ის გადათვლა, ჩემთვის თავარი პრობლემა არის მაგ ამბავში სინამდვილეში. რომ ჯერ პირველში უნდა შეგვაწუხოს და ეს წუხილი თუ არ არსებობს და რაშიც არ ვართ გულწრფელები ჩემი აზრით რომ ოპოზიციის მიღებული ხმები
არ იყო იმ რაოდენოსაც მოლოდინიც გონდა, არის თუ ქართული ოცნება როგორ მიიღო დამატებით ასეულოდ. ისევე როგორც 2018 წლის მეორე ტურში და აქაც უკურცველები არ ვართ და ლიდერატურის ხალხი ყავს, რომელიც ამ კათარზისაც არ გადის და მამიც და შეულა მოგვიყვეს ეს როგორ წხდება და მაგას არ ყვებით და ხალხს კიდევ როდესაც ტექნიკა ისედაც ძულს და ნოლებში და ერთებში ვეუნებით იქ რაღაცა მოხდა კი არა, კაფეოთ არ ვეუნებით ექსის მასენდლში რა არის და მეორე მხრივ რომ ჩვენ ვიცოდით რომ დაახლოებით ეგ იქნებოდა, მაგრამ მაგაყალების მასშტაბის გადაძლევა წარმოგვიდგინა რომ პოლიცია იმ დიხმეს მოიტანდა რომ ამას გადახედა. აი ეს რაღაცებს შიგნით ამბობ ხოლმე თუ მარტო პოდკასტებში ამბობ? ეს თქვი 27 ოქტომბერს კოალიციის შეხვედრაზე და რა დროს იგარიო? თანხმობა მაგას ჩემ მაგაზრს არ ქონდა. ხო და მიზანი რა იყო მაგის? და ანუ ეს რა ისე უნდა ვილაპარაკოთ უბრალოდ რომ აი ჩვენ მოვიგეთ სინამდვილეში რაღაც იმდენად მაგრამ მოვიგეთ უბრალოდ იმდენად მაგრამ გაგვიყალბა რომ ლამის ის აპარატები თავისით წერდნენ ამ რიცხვებს ანუ მაგას რატომ უნდა მივაწვეთ? ნუ პასუხი იქნება ჩვენ შეცდომებზე ლაპარაკით რომ არ არის. მაგას არ მოტყოდ რომ ეგრე არ თulit მაგრამ ეს იმიტომ ვამბობთ რომ ეგრე სწორია იმიტომ რომ არა ჩვენი კურსველი პოლიცია რომ ეს რაღაც ესე მოხდა. მარტაში მე თქვი რომ მე ვერ ვისაუბრებ იმას ისიც არ მჯერა, ამიტომ უბრალოდ არც ერთ ეთერში მე ამ კვირეების განმავლობაში შეგონს რომ არ წავალ რა, არ ვილაპარაკ მე ამის სახელზე, ჩემი მანდატი ამ იმის მოპოვებულია, საერთო იმითი და რასაც გადაწყვეტ აქ დადებულია. მე 4ჯერ მოეწერა ხელი რომ დავთმევ თუ გახსოვთ და ყველა ჯერზე მივედი და მე ეს ჩემი მიცემული პირობა შევასრულე. და მაგის იქით მე ჩემ პოლიტიკურ გზაზე დავიწყე რაღაცა ფიქრს. მაგის მე იყო კობახიძის განცხადება, სადაც მე როგორც ცოტნე სხვანაირად კიდე გავბრაზდი, სხვა რამ შემაწუხა, გავედი მხახთან ერთად, რომელიც არ გამოვიდა მათ შორის. მე იმ აქციაზეც და ამის თემებზეც ვიყავით, რომ ჩემთვის ახლა ქართულ ოცნება უზურპატორია, დღიდან მისი მოსვლის არჩევნების ეს ფორმატი სტარტდება, თავისთავად უზურპირებისკენ არის მიდრეკილება. და თავისთვის დედაც რომ მიდგეთ, კიდე არჩევნების ეს ფორმატ ჩემთვის რაღაც უხელს დაჭერთ. ესე რომ მიდგათ, რომ მე ჩემთვის ყველა დღე იყოს და ახალი არჩევნები, მაგის პრობლემა არ მაქვს. გავედი მე იმასაც არ დავინახე ის ხალხი რომელიც მე დავინახე მარტის აქციებზე, დავინახე ის ხალხი რომელიც განმავლობის ზღავის დავინახე უკრაინის ხარჯის აქციებზე, ჩვენ რო ხვდებით რომ შეხედა რაღაცა ეს ფერადი ბიჭო სად იყო ეს ხალხი და უცბად რომ გაგვისწორდება და მაგან ხელაპარაკი თუ დაიწყო ისე უყვარს ამას მაგან და მაგან ჩართო იქამდე დიდი დეპრესია მქონდა მაგან აზრების გამო მე ვკითხავდი ცოტათაც რა სჭირს თქო და ანუ აღარ მოყვები ხა მაგრამ ძალიან რთული ფსიქოლოგიური განწყობა რო ქონდა რა მახსოვს ესე მივხვდი მე ხო შენ მქონდა 27 ოქტომბერში რთული განწყობა ჩვენც მქონდა მძიმე მე მომიწია რომ 8 საათზე გამოვედი და აი მაგაზე გვაქვს ზუსტად ეგ მაინტერესებს. აციო დამინახავდი ხო ჩემზე ხო აი მაგაზე გვაქვს ხო ანუ ხო და მან არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ აი ხა წეგანაც თქვი რომ როცა თქვი კოალიციის ასე თქვა შეხვედრაზე რომ ეჭვი გამოთქვი რომ ისე არ მოგვიგია როგორც უნდა მოგვეგო იქით შეხვდა პირიქით ეს რწმენა რომ უეჭველი ეგრე მოვიგეთ მაგრამ 100%-იანი მაგრად გააყალბეს და რა ვიცი ფანტასტიკურ რაღაცებში ჩაიდეს, მათ შორის პირდაპირ ტექნიკაში ჩაერიან და რაღაც სხვა ციფრი დაწერეს, ხო? რაც ტექნიკურად მე მგონია შეუძლებელი იყო ამ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა რამე იჩარჯეს, მაგრამ ნამდვილად ტექნიკურ ნაწილში რომ ფლეშკით გადაწერეს ის. ყოველთვის თესკოში იყო ხალხი და მაშინ გამოდის რომ იმ ხალხს ჩვენც მოუტყუები ვართ, ჩაჩვენოთ ვინც იყო და რა ვიცი, მაშინ იმ აპარატს ტელევიზორში რას ვაპიარებდით, ხო? მაგას ჩვენ და აპარატზე გადავიტანეთ პასუხისგებლობა, ასე რომ ადამიანები აყალბებენ რა არჩევნებს ყოველთვის და ადამიანებზე გამოურიცხეთ ეგ პასუხისგებლობა. ხო. ნამდვილეში მაშინ რის იმედად საერთოდ გადიოდნენ ეს პარტიები არჩევნებზე, ანუ რო ოცნება ის დათმობდა, არაფერს არ გააკეთებდა, ანუ შინაარსი რა იყო, მაშინ თუ იმის სამოქმედო გეგმა არ ქონდათ, რომ მოიგეს, აი ამ პროცენტით მოიგეს რაღაც 55 თუ 60 არ ვიცი რა წარმოდგენა ქონდათ და ეგონათ რომ ბიძინა უბრალოდ დათმობდა ამ 55 თუ 60% შემთხვევაში. აღიარებდა. ხო, აღიარებდა რომ წავაგეო თუ რა იყო გეგმა. იყო განცდა რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანი რომ მოვიდო და მილიონზე მეტი იქნებოდა ოპოზიცია, რა მეტი ადამიანის მოსვლა იმასთან კი არ ასოცირდებოდა რომ ქართულმა ბოტებს მოყრი და ბოტებში გულისხმობ ხამილი რაც არის ხოლმე რა ეს ადამიანი არ აინტერესებს ან ფულით არის მოსყიდული ან ბიუროკრატიის რაღაცა ფორმით ნაწილია რაც მიდი გამახმე რა თბილისს გაცნებდა რეგიონებში გათხრა პირობით რომ მარტივია მაგიტო რომ თბილისი მოვიკეთ და იქით გაჭირდა და ამიტომ ეს მაღალი აქტივობა გამოწვეულიყო თუმცა მაგით და აქეთ ხარეს იყო განცდა რომ თავისთავად დასავლეთის ეს იდეა და თავისთავად ქართული ოცნებები რასაც აკეთებდა და ის აქციები რაც ხდებოდა ეგ მოახერხებდა მილიონზე მეტი ადამიანის გამოყვანას უბრალოდ ხმებში გადაითარგმნებოდა და ეგ არ მოხდა მეორე მხრივ
ჩემი აზრით იყო რომ სწრაფად ვერ აიწყო პარტიული სტრუქტურები ბევრ ნაწილში ხა მაგალითად არჩევნებად 2 კვირით ადრე წყდებოდა ლამის ლელკე და 1 კვირით ადრე ერთიანობა თუ არა და 1 კვირა კი ან არა ნაციონალ მოძრაობიდან წამოსული ლიდერების შემდეგ მიერ შექმნილი კოალიცია, რომელთანაც ბევრი ადამიანი რეგიონებში ვინც იყო ხო, ის პარტიული სტრუქტურების არის აქეთ წამოვიდა, იქით რაღაცა მე ჩამოიშალა სტრუქტურა, ვერ დაალაგდა, ფინანსური პრობლემები იყო და ის რაც პარტიული მექანიზმები იყო ხოლმე, კლასიკურად არჩევნების დროს, მან ჩემმა კოალიციამ კარგად მოახერხა და მაგარი შედეგიც დადო. იმ უბრალოდ ის როცა დიდი პარტია როცა არსებობდა რაღაცა 30%-იანი რაღაცა ცოლმოძრაობა, როცა იცი რომ თუ რეგიონებში ქოციმანანა იყო, თავკურები იქით გვერდზე იყო ასორის ნაციმანანა და ეს იყო, რაღაცა მაგნაწილში ჩამოიშალა და მაგათ იყო ნაციმოძრაობა ჩამოიშალა ელექტრალურად მაგნაწილში რეგიონებში და დედაქალაქშიც და მაგან მოახდინა რომ ის რაღაც ხმები რაც იქამდე ოპოზიციური იყო, ვერ მობილიზდა არჩევნებზე მოყვანა მისი მაგ აქვე მინდა რომ ბარემ რადგან არჩევნების თემას ვეხებით წეგან ახსენე რომ კოალიციამ კარგი შედეგი დადო. კარგი შედეგი დადო პროცენტულად კი ბატონო, მაგრამ რესურსულად ყველაზე მეტი დახარჯა. ანუ წინ არჩევნებზე იყო ეხლა მდიდარი პარტია მაშინ ლელო და იმის მესამედი ხმა იყო, გონი რაც ეხლა იყო. ამიტომ პირდაპირ ეს ფული რაც არის ნაკლები დახარჯა. კი ბატონო, ხო, ანუ ფულის ხარჯვა არ არის მაგ ეკვივალენტი რა, ანუ შეიძლება ბევრი ფული ხარჯეს და ვერ აიყო. ამიტომ რაღაცა მაინც წარმოტებად რომ ფულის დახარჯვა შეიძლება დაგიხარჯამდე ფული მაინც ვერ აგიყო, მაგრამ ხა ეგეც მესის ხა მაგხრივ გირჩი ყოლა წინ არჩევნს ყველა წარმატებული წინა საპარლამენტოზე რომ ყველაზე იაფად გაიყვანა ესე რომ თქვა თავისი მანდატები რამდენიც აიღო და მაგიტო იყო არჩევნების პირველ დღეს ალბათ ყველა ტიროდა ლამის და მარტო გირჩელები გაოცებულები ყავით არ ველოდებოდით და ვისაც ხა გირჩი შეუგზნი ერთხელ მაინც ეგ ჩვენთვის რა იყო რომ 0.01%-იანი პარტია ეს რო გეძახიან და დეპუტატები და ეგი მოხდა ეხლა ალბათ გახარია იყო მაგ კუთხით ჩემი აზრით ყველაზე ეფექტური იმიტომ რომ მას კონკრეტული თავისი ნიშა აქვს თავარი შენთან არ დაძეს არ დაგენახოთ შენ ამათთან ერთად ხარ ცოტა სხვა კაცი ხარ და ის ამხმებს აგერ TikTok-ი თუ რაღაც ქონდა ხო დაკარგული იყო ეს კაცი ბოლო ხანებში გამოსცა ტელევიზორში და ის ხმები მან მაინც მიიღო შინუ საკრებულოს ყავს ხალხი და ხალხად ეგეც გამოადგა მაგრამ მაგ კუთხით ეხლა მაგიტოა თამამად გახარია რომ ახერხებს რომ შეხვედრებზე მისი სხვა წარმომადგენელი გაუშვას ის რომ ტელევიზორს კაცი შეხედავს ვერ იცნობს ის გახარიადან არის და გახარია იქ არის ხო იმიტომ იმას ისეთი ხალხი ალერგია აქვს იქიდან შენზე თუ აღარაფერი ვთქვა ნაცებზე და იმიტომ ერთი ეხლა უნდა გაბრუნო ერთ ძალიან საინტერესო რაღაც ამბობდი და გაგაწყვეტინა მაგრამ უნდა გაგაწყვეტინო რომ გადავახვიოთ 26 ოქტომბრის საღამოს როდესაც ტელევიზიები ლაივ რეჟიმში აცხადებდნენ შედეგებს და ამ დროს იქით ბიზინა გამოვიდა და არც ისე მხიარული სახით მაგრამ მაინც თქვა რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და მიულოცა ბიზნეს გამოსვლა აშკარად იმის ინდიკატორი იყო რომ ქართული ოცნება იმ არჩევნებს გამარჯვებულად გამოაცხადებდა თავს იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში როგორც მინიმუმ ბიზნე არ გამოვიდოდა ხო და ამ ფონზე ეს ხო ყველას კარგად ესმოდა თქვენთანაც გუნდში შიგნით ამ ფონზე თქვენ გამოხვედით ზურას სიცილიც მახსოვს ტაშები მახსოვს შამპანურიც გახსნები აღარ მახსოვს იყო თუ არა მაგრამ საერთო ვაიბი ეგ იყო და ეს საბოლოო ჯამში გამოვიდა ძალიან უხერხული იმ მომენტში როცა იქ ხდებოდა პირდაპირ და თქვენ როცა იმასაც ხა ნიკამელია გამოვიდა სულ დაავიწყდა რომ ის ქარტიაზე ქონდა ხელი მოწერილი რომ ერთ წელში არჩევნები უნდა დანიშნულიყო და იძახდა რომ აი მომავალი 4 წელი რამდენჯერმე ახსენა და უკვე მაგაზე პოსტი დავწერე საერთოდ რომ რა ის 4 წელი თქო მოკლედ აი ეს რაღაცა ეიფორია რო იყო მაგ დროს უკვე გძნობდით რომ წაგებული იყო არჩევნები თუ გულწრფელად გჯეროდა თუ შენ მაგალითად აი შენ პირადად რაზე იგზენო ხერხულობა იმ წუთას არ გჯეროდა და თქვენ მაგითხრეს რომ მოიცა ეხა არ შეგეტყოსო ეგ თემა იყო მოდი დავიწყო თელი დღის განმავლობაში მე ზოგადად თელი დღე ნერულობდი რა ხა იმიტომ რომ ეხა უბანზე მივედი მუხიანში მივედი ხმა მივეცი და დილით მივედი და დილით არის ხმა მე ეს მოზიდული ხმა და ნუ ხა მიხდია იქ რომ უბრალოდ ჩემი ფიზიკის მასწავლებელი რომ ნახე ქმართან ერთად იყო რა და შვიდობა უთხრა კოდის სიტყვებით რა და მიხდი რომ ის ბოტი იყო ანუ ჩაულებრივი ესეთი ხმა იყო და რიგს გავხედე და ჩოლებრივ ადამიანი დავინახე თავისით მოსული და ეს და დილით არ მომეწონა პროპორცია რა და თოთალი დღე ნერვოდი რამდენად მოხდება რომ ბუნებრივ ადამიანმა ამ იმას მოუგოს ამ ნახეთ თბილისში მაინც გადახია და მოვიგეთ
და ამ თერგან ნერვულობდი ხა სუმანობდა კაიც რა განვერულოს რა ის და დღის განმავლობაში მოდიოდა აქტიობები. და მე სულ ქონდა განცდა რომ აი რამე ოთახი ეგ დეტალები გვაინტერესებს რამე ოთახი ქონდათ ერთად ისხედით ხო იქ კი მედიაც იყო იქ და ჩვენ რაღაც ალკე ოთახში მე დაფაზე იწერებოდა მინდა ვისხეთ ოთახში უსვათ ეგრეს ვთქვათ ხანი რაღაცაში და მე ვინც ხმას მიცემდა სხვადასხვა ისეთ ხალხებს მოდიოდა ხოლმე შევარდეთ პარტიის წევრი არ იყოს მაგრამ ნუ ერთი ამბავია ხო და ეს რომ მოდიოდა ამ საათების მიხედვით მე სულ მქონდა ეგ განცდა რომ ჩვენთან პირიქით ესე დაბალი აქტიობა მაშინ არის მეტი შანსი რომ ესე იგი რაღაც სისტემა სადღაც ჩავარდა რა ეგ ან საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იყო ჩემთვის მაგის მაგალითი რომ პირველ ტურში მოიგო ოპოზიცია დაბალი აქტიობა იყო მეორე ტურში იყო მაღალი აქტიობა და აღმოჩნდა მოიტოვე მაღალი იმის ხარჯზე რომ მიყარეს ხო და თელინოში მე ამაზე ნერვიულობდი უბრალოდ მე დაიდო შედეგები და ეგზიტ პოლის შედეგების კარტოცხას პატარა შედეგი არ ქონია იყო უნასტარო რეალურია ოპოზიციის ეგზიტ პოლითაც ხო ყოველთვის კლევაში სხვა იყო და ეგზიტ სხვა იყო ხო და შენ მანდ უკვე მიხვდი რომ რაღაცა გვერხება არა ნუ მანდ არ ქონდა კონკრეტულად მაგ რვაზე ნუ რა ვიცი ხო კი ბატონო რა მოვიგეთ ორი ეგზიტ პოლის განცდა იყო მე მეთქი ან იქნებოდა 2%-ში წარდება 3%-ში რაღაც ეგრე ვარ ანუ აი ზღვარზე ვუყურებდი რა და მე უბრალოდ ან 8-ზე მე რამეს იმაშოთ არ ქონდა უბრალოდ შენ 8-ზე მოკლედ საზეიმო განწყობა არ ქონდა როგორც მინიმუმ თუ არ გეჯერა რომ წააგეთ შემთხვევაში მეც რაც მე მოიმატა მართალით უფრო და უფრო ვიჯერებდი რომ გონი გავხიეთ მე ნიუ-იორკის კადრები და უბრალოდ იქ რა ისავსე რომ იყო აი გავგიჟდი უბრალოდ მე რუის მერე რაღაცა ცხრის 15-20 წუთისკენ იკლებს ხმა რაღაც ხალხი ჩემს თვალში გააქრა და დავინახე ტელევიზორში გამოსული საუბრობდნენ რაღაცა აპარატი სავარაუდოდ იქ რა მოხდა რაღაცა ისე რომ მე არავინ კარგად მოგიხევი ვინ ხალხი გააქრა იმ ოთახიდან გავიდნენ ინტერვიუების მისაცემად ინტერვიუები მე აღარ დამინახია უცბად ოფისში რა უნდა დავდაგეზახე იმიტომ რომ ნელ-ნელა პარალელურ დათვლების ისაც მონდის ჩეკები არავის არ მოწონ მაგას ვინ წყვეტს რომ აი ხა ამ თემაზე ვინ უნდა ილაპარაკოს მედიას და ნიკა გვარამია არ ვიცი ხა მაგას რაში ვირას წყვეტს კონკრეტულად დროს ჩემთან მიმართებაში რახან მე ცალკეულად რაღაცის მაქვს ცნობადობა პირდაპირ მე მიკავშირდებიან და მეძახიან და ვინც რა არც არ უნდა გადაწყვიტოს აზრი არ აქვს მაგიტომაც ჩემთან მიმართებაში კოალიციაშიც რაც არ უნდა ეცადოთ რომ ცოტა ნაკლებად ისმეტად ეგ არ მუშაობს მაგის კონტროლი ჩემზე არ არსებობს მაგიტომაც მე და თავისუფლად ვისაუბროთ დღეს ეს პოდკასტში რაც მინდა იმიტომ რომ არავის ვერავნაგას მე ვერაფერზე მომიხერხებს მოდი ხაი ისე რომ ხა კონკრეტულად ბრიფინგზე ვინ დადგება ხო ბრიფინგზე კოალიციის სახელით მე მინდა დადგება მაგრამ მე არ წყვეტავ იმ დროს მე ინფორმაცია არ მქონდა რა ხდება თქვა და თუ გაყავდა როგორ გაყავდა რა მოხდა ერთი დავინახე მე რომ იქ შეკრებილები სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაკეთებული ეს განცხადება იქ შენ რატო არ იდექი არ დაგიძახეს როგორ ერთად გებით შენს დადექი თუ სპეციალურად მოხდა ხე ეს თუ ეგრე მოხდა ეგ მაინტერესებს ხო არ ვიცი მეც არ ვიცი ანუ არიან ინფორმაცია იმ დროს არ ქონდა რა ხო ხდება მოგებული არჩევნები გაქვს ვთქვათ რაღაცა ჯაკრა გაქრა და ტრაურია რა ხდება და ის ხალხი ის ვინ ტელევიზორს დავინახე პოზიცია ისე დააფიქსირეს ჩემს სახელზე რომ ჩემი სახელით რომ არავის ჩემთან არ უცებ თქვენ გაერთიანებაში როგორ მიიღება სტრატეგიული გადაწყვეტილება ხა რას გულისხმობ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში რა გასაგებია რომ შიგნით ყველა შეიძლება რაღაცა თავისი აზრი ქონდეს ხო რომ ყველა ადამიანი ვარ და ეხა შენ სახსენე რომ ეს ჩემი ლასას მინდა წავიდე ჩემი აზრი დავაფიქსირო მაგრამ რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე პირობითად მივიღოთ თუ არა მონაწილეობა ეხა თვითმმართველობის არჩევნებში ან საერთო სიის იდეას უჭერთ ხარ თუ არ უჭერთ ეს ხო მაინც რაღაცა ფორმით უნდა მიიღოს თლიანმა გაერთიანებამ და ერთობამ ხო ეს გადაწყვეტილება იმის მიუხედავად რომ ვიღაცა შეიძლება რაღაცაში წინააღმდეგი იყოს აი ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება რომ კენჭისყრით ხელისაწევით აი ტექნიკურად ეგ როგორ ხდება თუ ნიკა გვარამია იტყვის და თუ ძალიან დიდი წინააღმდეგობა არ შეხვდა ეგრეა თუ მე მაგის გადაჭარბებულ წარმოდგენა ნიკა შეგვიძლია რატო გაუყურე საკითხი ნიკა გვარამიას მაგრამ ეს ეგრეა კვადრატ წარმოდგენა ხალხს რომ ხო ეგრეა ნიკა გვარამია რაღაც ლიდერის სტატუსით არის ამ კოალიციაში და ნიკა მელია და შემდეგ რა ხდება რამე წონები გაქვთ მინიჭებული ამ გაწყვეტილებზე თუ აი რატო კითხულობ ბოდიში ნახე მე შენ გადაცემას უსმინე პალიტრაზე და ზურაბიშვილის სირგულ გაერთიანებასთან დაკავშირებით თქვი რომ მე ვარ ვეთანხმები რომ თუ ესე გადაწყდაო საბოლოო ჯამში და მე ალბათ მომიწევს დატოვებაო ხო სწორად გავიგე ხო და ეგ რო არ მოგიწიოს შენ რა ბერკეტი გაქვს რომ მაგ გადაწყვეტილების მიღებაზე ისე იმოქმედ რომ აი შენი აზრით რაც სწორია ეგ გაიტანო რა აი როგორ ხდება ეგ რა რამე თათბირია ეგ ძველი ტერმინია მაგრამ აი როგორ ხდება კი არის რასაც ქვია სტრატკომი
სწრაფტკოებში არიან ადამიანები, რომელსაც ყავს თავის მე ხო გუნდ თავის პარტია. ჯერ პირველ რიგში რაღაცნაირად მე რომ დაიწერტოს იმ პარტიის რა არის იმ კოალიციაში შემადგენელი პარტიის აზრი. თუ რაღაც იმ 4 პარტიიდან მე რაღაცა შეჯერწმული. ძირითადად ეხა ბევრი განსხვავებები ხოლმე რაღაცნაირად გასაგებია რომ ეხა კონცეპტი რო ცუდი არის მაგაზინი განსხვავება არ იქნება მაგრამ ეგრე არიღება მაინც გადაკაჩვა ხდება, რას ფიქრობენ კოალიციის ლიდერები. უბრალოდ ჩემთან მიმართებაში მაგ ხოლმე მე რაც არ უნდა პოზიცია იყოს, რომ რაც არ უნდა, რავი, ისე გადაწყდეს, ესე რო არ მქონია, შენ შეგიძლია გამოხვიდე და თქვა, ხო? ესე არ ვლაპარაკებ, რომ მე მაშინ პირდაპირ დაგისვევ კითხვას. ნიკა გვარამი არის თუ არა ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაც არ უნდა, ვინ რაც რა პოზიციაზე თქვას, ამაზე ხელი დაარტყას უხეში ისე ხათრულად რო ვთქვათ რა. და თქვას რომ არა, ჩვენი საერთო პოზიცია ეგ არ იქნება. და ისე კი არა რომ მე გავალ, როგორც ცოტნე აპირებს გასვლას თუ პოზიცია არ იქნება. არა, ჩვენი არ იქნება, იმიტომ რომ მე ვარ აქ. ეგ კაცი ხო არის ნიკა თუ არ არის? წინასაარჩევნო პერიოდში ქონდა მე ხო უფრო დიდი კომუნიკაცია, როცა ჩართულიყავ კამპანიაში, ეხლა რასაც ვერ დამოლო თუ ნიკას გვარამიანს ახასიათებს რამე, რომ ყველასგან რამეს ის უყვარს, შეწოვა, აზრების, ფიქრების და მენეჯმენტება ამის და მე რაღაცა პროდუქტად დადება და თუ შენც მოიფიქრე მე პროდუქტის სახე მიცე ამ შევსნაფიქს, ეგ უსწორდება ექსიამს და მე თვითონ ყველა ადამიანს ვინც იქ მუშაობს, ეგეც მოწონს, რომ რაღაცას არ ეყვლას პოულობს ეს თვისება ნახდათ არსებობს და არის. ეხლა ისეთი ტიპის იმამ არ მოსულა თქვა რაღაცა კოალიციის შემადგენელი ორი ლიდერი ესე ფიქრობდეს ორი ისე და ჯერ ესე რადიკალურად არ გაყოფილა აზრი. არ გაყოფილა, ან ეგეც აკითხავდა მე არ მინახავს რომ ისულა. ეხლა დამინახავს რომ განსხვავებული პოზიცია აქვს მაგალითად ერთობასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილზე განსხვავებული პოზიცია რო გაქვს, ტელევიზიით გაიგო თუ ისე გაიგო შენგან ნიკამ? ალბათ ტელევიზიიდან. რატომ არ ლაპარაკები? აქ რა არის სალაპარაკო? ეგ ხარ რა ვიცი, მოგისმინოს და შეგიწოვოს როგორც ახსენე. ხო და იქიციან ჩემი პოზიცია თავიდან გქონდა. როგორ იციან არ ველაპარაკებიო ტელევიზიით გაიგესო. ეს ზურაბიშვილი არა. ზოგადად ამ პროცესებში ჩემი ეს დამოკიდებულება რაც თავად დავიწყე. ეგ იციან. საერთოდ როგორ იციან? თუ არ გიქონდა. ეგ იციან, ეგრე ხო ვთქვი რომ იმის როცა იყოს შეხვედრა და თათბირი თავარის განწყობილი ეს თქვი. და იმ პროცესის მე ეხლა რა პროცესშიც მიმდინარეობს, როცა ჩვენ ხედავთ რომ საუბარია თქვა აი ზურაბოს რომ თუ ერთად არ ვიქენით, გადავცინდეთ. ამიტომ ეხლა ამ პოზიციიდან გამომდინარე ხა მე ცალკეულად მექნება თუ იმენ აი მაგას ვეღარ ხვდები უკვე რა კოალიციის პოზიციას შენ ერთად ყოფნაზე გაქვს პრობლემა თუ ზურაბიშვილის გარშემო ერთად ყოფნაზე ზოგადად ერთად ყოფნა ეხლა მე მგონა ერთად ყოფნა უნდა ხდებოდეს და არ უნდა ლაპარაკდებოდეს ანუ ერთად ვიყოთ ესე იგი თუ არ გამოს ეგ არ მე რაც უნდა ვლაპარაკო ერთად ვიყოთ არის ერთობაზე ლაპარაკი არის პოპულარული იმიტომ რომ ერთობა ზოგადად პოზიტიური რამეა აი სულ რომ ვიყოთ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ უნდა გავიმარჯვოთ 10 ჯერ ვინ არიან თავარი ტიპები ამ მოდი ვილაპარაკოთ რა ვინ არიან თავარი ტიპი ისეთი ტიპები რომლებიც ყველა სხვებზე მეტად უშლიან ხელს ერთიანობას უშლიან ხელს მაგალითად გახარიასთან ყოფნა ერთნაირად არ უნდა მაგალითად ბევრს ხო და გახარიასაც ამიტომ ვის ერთობა მაგალითად ზოგის წარმოადგენაში ერთობა არის ყველა მაგალითად ყველა ერთობა ერქმევა რომ იქ არის ფედერალისტებიც იქ არის მაგალითად იაგოც იქ არის ყველა ხო მაგრამ იაგოსთან ერთად ყოფნა უნდათ ერთობა ხო მაგალითად ეგ არის ხო და ვინმე ნაცები უბრალოდ არც იაგოს არ უნდა ვინმესთან ყოფნა და არც იაგოსთან მაგრამ რის თქმა მინდა ზოგადად ერთობა რა არის ყველა თავის წარმოდგენაში არსებული ერთობის კონცეფტია ზოგისთვის არის რო ქვია პლატფორმა ვიღაცისთვის საბჭო ვიღაცისთვის ფრონტი ვიღაცისთვის პარტია ვიღაცის ამ ერთობაში რა გახარია პარლამენტში ვიღაცები არ არიან. რაც უნდა იყოს ერთი პოზიცია როგორ წარმოადგენს. სხვადასხვანაირი თამაშის წესი აირჩიეს სრულად. ამიტომ ვიღა უნდა იყოს ეგ ერთად არ ვიცი. ხო, მაგრამ აქ მე მაინტერესებს ისევ დაუბრუნდები ცოტა უკან რაღაც ვისაუბრეთ იმაზე. ეს ერთობა იმიტომ არ დგება რომ ხოდ ვიღაცები არ მოსწონ და არ ევასება თუ რაღაც განსხვავებული აზრი აქვს თუ აქ არის ფინანსური და მედია რესურსის ვაჭრობა მათ შორის პირდაპირ ვიღაც მეტი წონა უნდა კონდეს და ვიღაცა თვლის რომ რაღაც უფრო მეტი წონა აქვს და იქ თუ გაერთიანდებიან იქ წონას ვერ იღებს აი პიროვნულია თუ სტრატეგიული პრობლემა პიროვნული თუ სტრატეგიული ყველანაირი ორივე ანუ სტრატეგია ჯერ წარმოგიდგენთ თუ ამბობ რომ ეს პარტიების რა ფორმიდაც არის ეგრე არ არის სწორი მაშინ გადახედვა გიწევს რომ ესე იგი არჩევნებთან მიმართებაში როგორც გავიდა ართული რომ ეგ იყო წარმატების ფორმულა თუ ართული მაშინ პრობლემა ანუ ჩვენ ხო ამბობ რომ ვართ ხელისუფლება იდეა რომ წაგვართოს ხელისუფალი ხო მაგასაც ყველა ეს ხელისუფლება ხო დააკომპლექტა ესე იგი 4 ხად რო გახვედით ხო სწორედ ქენით რო გახვედით
თუ არასწორად. ჯერ ხო ამამდე უნდა მივიდეს ვჭელო. და თუ ეს წარმატების ფორმულაა, ხო? მაშინ რატო შლი ხარ ამ წარმატების ფორმულას? ეგ ის სწორი იყო, რომ გახარ ეს თავისხმები წამოიღო იმას თავის არა, არჩევნების გასვლის მერეც მოხდა რაღაცები, რამაც შეიძლება იქ შეცვალა, მარტო არჩევნების შედეგები შეაფასე. თავისთავად რომ ეგ ერთობა აბსოლუტურად ეგ არის სწორი. ეგ როგორ ამეცი ყველა ადამიანს ალბათ რომ კითხო, ხაი ხალხი მაგას ითხოვს კი არა, მაგრამ როგორც ვთქვათ, ხალხი ითხოვს რომ იმე ახალი გამოჩნდეს და ვიღაც ახალი შემართლა რომ გამოჩნდება ხოლმე, ის რომ მაინც შენი ძველი სახლებში თუ ძველი ხარ? მე ვითვლები ახალგაზრდაში რომელიც ძველია. ხო, მოკლედ მე მაინც ერთიანობის ამბავს ესე ძალიან არ გავშლინე, ჩემი აზრით რაღაც იმდენად შეუძლებელ რაღაცაზე საუბარი. თუმცა ჯერ ახლა ჩემი პოლიტიკური სათქმელები ჯერ ჩემ პოლიტიკურ პროდუქტად არ მაგამოტანდა სულ რაღაც სხვა გუნდებში ვარ, ჯერ მაინც არ მივიჩნევი. კაი, რა მოისაწყლე ხა თავი. გუნდებში ხარ და ყველა გაგიტვები როცა შენი დაფიქრით რაღაცები კეთდება, ის გამოიცადა, ან მოეწოდათ, ან არ მოეწოდა ამ პროცესში ხარ, როცა ამ პროცესში ისე ვერ ხარ, ხო? შენ რა აზრების გაქვს? შეიძლება არასდროს არ გაკეთდეს. ეგრე ადვილად ვერ ძვევდეს. შენ რა აზრების გაქვს? ცოტა ლიბერტარიანული მინიმუმ, ეგენი შეიძლება არასდროს არ გაკეთდეს საერთოდ და მაგას კულტურაში შარგულის. არა, მე გავიგეთ კურსზე წოდებ რომ ზოგჯერ კოორდინატორი ყავს, ზოგჯერ ბლოკს წერდი, ვერ საკრავი რა წამს აღიქვები რომ ეს პოლიტიკაშია და ეს არის. ხო, გასაგები ეგრე. ანუ ეხლაც არსებობს გაგეს განსხვავებული ხედვები სხვა ადამიანებზე, მათ შორის ვინც არიან პოლიტიკაში თუ არ არიან. შენზეც მოწოდებს, ხო? მაგის მოდი. მე ესე ისევ დაუბრუნდებოდი სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც გაკვირთ ვახსენეთ. რატომ არ ვთქვი რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია გაერთიანება საერთოდ იქნა გამდე რაც ისაუბრე სხვა წინა ინტერვიუში. ეხლა ნახე რაღაცებს არ იტყვის და მე დავეხმარები მე მიდი. მაგისტვის ხარ აქ, რომ დაეხმარო და თქვა ის როგორც ვიყა, რატო თქვი რომ არ არის სალომე ზურაბიშვილის ლიდერი. უნდა სალომე ზურაბიშვილს. ამ გაყალბებაზე რომ შეეძლო საუბრო, ის არის საუბრო, იმიტომ რომ თვითონ იცის ეგ 2018 წლის მეორე ტური რა ფორმატში და როგორ იყო და ამაზე კათარსისი საფუძველი ახალს იჭერეთ ცემენ ურტყავენ და ყველაფერი უკვე ანუ ეგ არის ვინა რომ ის არჩევნების გაყალბეს იცის ყველაზე მეტად გუშინ ხელისუფალი იყოს ვინ დონეზე ვინ რეგიონში ვინ როგორ შვება ეგ იცის მათ შორის გახარია ასეთ მაკპასუისგებლობით უნდა მოთხოვო ეგ რომ იმიტომ გიღებთ ეხლა რომ მოდი ამ ზოლაში გჭირდები ზოლაში მათ შორის მაგამოცლებით გჭირდები ეგ ყველაფერი ქოცური რო იცი რა როგორ მანდდება კარგად ეგ რომ არ მოგიყვა და ეგ იყო კათარზისი ვერ დავინახე ეგ მეორე რო ვერ დავინახე რომ როცა მოკლედ ჩემთვის აი იმ პროცესის პროტესტის მოკლედ მოდი სანამ ახალზე გადახო რატო არ მოყვი იმიტომ თავენ რეიტინგს დაარტყავს ხო ეგ რატო არ ყვებიან საზოგადოებრივ გაგვახსენდება რაღაცები და არ გვინდა მაგ რაღაცების გახსენება რა ხო 2014 წელს წერდა რომ რაც გაუკეთებია ხო არ უნდა მაგაზე ლაპარაკი ხო всё გასაგები შემდეგი არ ჩვენც აი ეს შვებით ხო მეორე ნაწილია რომ იმ პროტესტის ლიდერი მაგალითად პროტესტი როს თქვეს რომ უნდა გადაიკეტოს და სისხლის ამართლით გაამკაცრა ოცნება და ეს ხო წამი შეხება ერთი დღით რაღაც ორი დღე ვიცით ყველა ვიცით რომ არ არის მარტივი ამბავი ან ამ დროს მაშინ ლიდერმა უნდა იყო ის პასუხისგებლობა რომ ხალხო ჩვენ ვერ მაგის ანუ small-თან ხა ამდენს ვერ გადავკეტა და არ გარისკო და ამ პასუხისგებლობას იღებთ როგორც ლიდერი და მე ის არ არის მარტივი მაგრამ უნდა თქვა ან მაშინ იქ უნდა იყო ხო მაგრამ ეს და როცა არც იქ არ ხარ სალომეზე ლაპარაკობ ახლა ხო ანუ იმ პროცესის ლიდერად რომელიც ამის მერე ის სამართლით ხალხი დაიჭირეს და იქ ვინც იყო ну ის ხალხის დღეს რაღაცას ხა ბადრი მახსენდება ხოლმე წინასწარი იყო ბადრი რაღაც ხანათო და წერა რომ ხალხმა რომ ბადრი რომელიც დაიჭირეს ცემეს და ის არის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი რომელიც იქ არისო კაი, ხოდრე ლაპარაკობს კორექტულად. ეხლა მე ვთარგმნი მაქსის თავარი სული, რაც იყო იმ სულის გასწავლებას ვერ მოდი ეხლა მე ვთარგმნი ცოტა რას თქვა. ხო, კაი. რაღაცნაირი აროგანტულობა. ხო, როცა ხალხთან ვარ და ცოტა ზევით, ეხლაც არ ჩუნდება და ბრიფინგი და ბრიფინგამდე რაღაც იქ მაიქნება. ხო და აწმოში და პოდკასტი აკიაფნება. მეც არ ვიცი რა ხდება. თითქოს ვებუდება საკმარის ხალხი რო არ მოგვიდა. იქ დამოვიფიქრო, დეკი არა. რო ეს ახლა აწმოში იყო ჩარტი. აი სადაც ბრიფინგი და სადაც ერთი და იგივეს ლაპარაკი ხდება. რომ მუდმივად ჩვენ ჯალიჩოთ რომ ის იყოს ლიდერი, იმიტომ რომ ჯერ იქამდე იყო საბჭო თუ რაღაცა, რომლის მიზანიც იყო რომ ემუშავა როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. კაი და აქციისთვის და დღესაც ზუსტად იყო თქვი ფრონტი და იგივე და გასაგები ანუ რო შევაჯამოთ გავიგეთ რომ მადმუაზელი ბრძანდებით 70 წელს გააცილებული მაგრამ მაგასაკის ხალხი აქციებზე დგას და რო რამე რომ მithumet სახა ამინდები გამოვა არ დაიქცეოდა ქვეყანა ეს ერთი და ანუ წინა ხაზზე უნდა იდგეს mithumet ქართველები ეგეთი ხალხი ვართ რომ მოსწონს მოსახლეობას როცა ეს ლიდერი რომელიც ლიდერად ირჩევ მათ შორის შენთან ერთად დგას და არა მაღლა
ეს სიტუაციამ და ერთი ნაწილი გამოგვჭრა, რაც მე ვიცი და ეხლა მინდა დამიდასტურო საჯაროდ. რაღაც პერიოდში გაქრა სალომე ზურაბიშვილი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა საერთოდ ოპოზიციასთან, ხო? აი პრეზიდენტობის ვადა რო ამოიწურა იმის მერე. ესე იყო? მე ხადიდად კონტაქტი არ მქონია ერთთანაც ჰქონდა და რაღაცა აღარ გამოდიოდა. მე მგონი რომ კი და რაღაცა თავის რაღაც ყავს და დღემდე არიცით რატო გაქრა. ხო მე ნამდვილად არ ვიცი. ხო. კარგი, მაშინ ჩამოგვითვალე ახლა ქართულ პოლიტიკაში, შენთვის შენი პარტიის წევრების გარდა ვინ არის ყველაზე მისაღები და მიუღებელი? ვის გარშემო შეიძლება გაერთიანდეს თუ არა სალომე ზურაბიშვილი? მე არ ვიცი, მე ძმარ შორის გადაწყვეტილება მაქვს ხა მისაღები, საერთოდ მე თვითონ ცოტნეც ვიქნები თუ არა ან პარტიაში სადაც ვარ, ან პარტიაში. მაგაზე მაქვს მოვიფიქრო. შეიძლება წახვიდე ქვეყნიდან? ქვეყნა რატომ წავიდე? რა ვიცი, პოლიტიკიდან აპირებ წასვლა ეს? არ ვიცი, საერთოდ როგორც ვარ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა ვიცი, არ მინდა მათ შორის ჩემი ამ საუბრების გამო ვინმე ჭმუნავდეს, ვინმე პრობლემები ექნებოდეს და მე შემეწონოს რაღაც ის სულ გამოვიდი და ვიღაცები ვაკრიტიკო რაღაცა ფორმატში რომ მე რაღაც ეს ქვია და ამიტომ წარმოვადგენ და ყველა გამოსვლა იმით მიწევდეს რომ ისე რა ჩემი ეს პოზიცია არ წარმოადგენს კოალიციისა და ის პოზიციას ერთხელ თუ არ წარმოადგენს ორჯერ წარმოადგენს ნუ რა ისთვის ვარ ხო ცოტნე გავიგე მაგრამ შენ თუ ხედავ შენ თავში რესურსს და შენ სირგვლივ ანუ ჩვენ ყავს საუბრობთ ახლა ახალ ძალაზე და ასე შემდეგ ეხლა შენ ხარ ადამიანი რომელსაც რაღაც თავის გზა გამოვლი ამ პოლიტიკაში გაქვს ასე თუ ისე სანდოობა მე პირადად ჩემს სირგვლივ არსებობს ადამიანთა ჯგუფი რომელიც შენს მიერ სანდოობას გამოხატავს და შენ ახლა ამბობ რომ მე ფიქრობ რომ წავიდე პოლიტიკიდანო და მე რა კითხვა მიჩნდება იცი შენც ვერ გძნობ გზუგს რომ გამოხვიდე და თუ ხალხის ამხელად თუ ხალხს მართლა არ უნდა ეს პარტიები აი ამ მასას ადამიანების იმ რა ვიცი 800,000 თუ მილიონ ადამიანს ვინც ხმა მისცა ოპოზიციას მაკენა ხო ჩვენ მართლა ვიცით რომ იქიდან იძულებით მიცემული ხმების რაოდენობა მინიმუმ ალბათ 20-30% აი როგორ მინიმუმს ვამბობ ჩემ წარმოდგენებში ხო და შენც თუ ამბობ რომ მე პოლიტიკიდან კი არ ამბობ რომ მე ახალ რაღაცას გავაკეთებ ან როცა გთხოვენ აქტივისტებს მაგალითად ხშირად ვინც ვართ ახლა ჩანვართ პარტია შექმნით შენ ცოტნე კობერიძეს თუ მაგაზე უარს ამბობ ეხლა ეგრე გამოდის ანუ მაგას არ განიხილავ ოფშენარ და თუ არ განიხილავ რატომ და თუ განიხილავ როგორ ნუ ერთი იმის გამო რომ მე დიდი ხანია ვარ 10 წელი გახდება რაც გირჩევარ და რა ხარასაცორო ჩემს მარტივი არ არის შენც ქონია ეს შემთხვევა იცი იქ რა სიტუაციისათვის სექტა ხარ რაღაცის ის ხარ რაღაც შვიდე შეიძლება ამასთან ნაჩხუბარი კონდეს რაღაც არც მახსოვს რაღაცაზე ხა შეიძლება მესიზე ვიჩხუბოთ აი რათას ან სხვა ოჯახი იყო და თავიდან ვარ მიჯერებდი ბევრი ემოციური ის მაგრამ ეგრე მარტივი სალაპარაკო არ არის და ამ დროს მე გავიარე და ვიცი პარტიის ყველა საფეხურზე რა როგორ კოორდინატორად დავიწყე და რაღაც მის სპიკერად გადავიქეცი და მე ვიცი რომ წავა პარტია გავაკეთო თუ ირა კაი ბავშვები ხარ ეგრე მარტივი არ არის ეხლაც ნახეთ რაღაცა გაკეთს და ორდღიანი ნიუს მოკლედ რომ გაცდეს რამე ხო მაგას აი მინიმუმ ფინანსური რესურსი ჭირდება რაღაც პირველი სამი თვე უნდა კონდეს ისეთი როგორც არჩევნების წინა სამი თვე ჩათვალე შენი პარტიის ასაც იწყებ იმის არჩევნო კამპანიას ანუ შენ როცა იწყებ ის სამი თვე რომ და იმას ქნა ხო ამიტომ მე რო თუ ვიტყვი რომ ვაკეთე პარტია იმ პასუხისგებლობით ვიტყვი რომ კი არ მაიმუნებდა რაღაცა აი ამ გააზრებით რომ მაგის შნო უნდა მქონდეს თან ზეგავლენა გინდა რომ შენ პოლიტიკურ ძალას ქონდეს პროცესზე ის კი არა 2%-ზე იჭიდაო ხო პირობითად ზოგადად ხა მე რო გირჩევდი იმის პრობლემა მე სულ სიამოვნებას ვიღებ ერთი ადამიანს რომ ჩემსკენ გადმოდის გირჩეულობა მაგას ნიშნავდა და ეგ მომწონდა რომ ჩვენი მიკრო გამარჯვება ქონოდა რომ პირველად გავიაზრდო 50,000 ხმა ქონდა ამით იმის თქმა გინდა რომ გვარამიასთან გაერთიანებით გირჩეულობა და სხვა შორის ეგ მე მომისმენია გვარამიასთან კავშირში არ არის ეგ პირველივე დაიწყო როცა გირჩელი ხო როცა საკუთარი მერია აყავდა გირჩს ეხა ხო ხარ გირჩელი რა არა გაქვს არა შენ რასაც დაკარგვას ეძახი პარტიის მაგიდეტოს რაც შემომიყვანე გვარამიასთან გაერთიანებით არა ან მათიდან არ იწყება ეგ იწყება გაყოფით არა გაყოფით გამრავთ სიკოტურამდებით მე იყო თვითმმართველობის არჩევნებზე როცა ზურას ჰქონდა პოტენციალი ურბანული ნაწილის და წარმატებული არჩევნები იყო ჩვენთვის იმის წინა ურბანული ნაწილის მეროვის კანდიდატი ყოფილიყო და მე მეორე ტურში თქვა დაეჭირა მხარი და როცა არა პირველივე ტურში გირჩი ყველაზე ბუნდობან ფორმატა არჩევნებში გავედით, სადაც მაჟორიტარად ეს აირჩიე, მე პროპორციული ის ნომერი, მერად ის ნომერი. ანუ ზურამ რაღაც თქვით ახლა მე ვფიქრობ რომ სადღაც იმედები გაუცრუა ამას ზურა. არა, ზურაზე მარტო ხარ არის.
მაგ პასუხისგებლობას არ გავიქცევი. მეც ვიყავ იმ პროცესში, ვიცემერი ვიყავ იმ რაღაცის. და მე ვიცემერობისაც ერთიანობის არგუმენტით მე მოვიხსენი. ხო. და დღეს ისა Avengers-ი დადგა, რომელსაც ის მეორე ტური წააგ. ეგ საკომუნიკაციო სიგიჟეც იყო მე თუ მკითხავ, ანუ ეს გადაწყვეტილ ან თვითონ ეხლა მაგათ მარშს რო გეგმავ 5 და 6 ლოკაციის აღება ძალიან რთულია და რაღაც ორ მოქმედებას რო აბავ, ეგეც რთულია და მithumes არჩევნებს ადამიანებს მიიყვანო და სხვა რაღაცები ახაზინო რაც იყო იქ რაღაც სქემები. აი მოკლე კითხვას დავსვავ რა ერთს, იმიტომ რომ ეს მე არ ვიცოდი უბრალოდ გითხრეს და მე მგონი მოკლე პასუხი შეიძლება კი ან არა მითხრა არ ვიცი. მოკეთ ცოტნეს და ჩელეო თავიდან იყვნენ პარლამენტში შესulis მომხრეო და მე პირველად გავიგე ეს რახან მითხრეს გეკითხები, ეგრე იყო? რამე ეტაპზე იყავით მომხრე? ჩემთვის ის არგუმენტები თავიდან რაც გითხარ 27-ში რაც განხორციელდა, ან 26-სა და 27 შორის მე მივედი. ჩემი ასე განხორციელდა. მე თქვი რომ ჩვენ ესეთ არჩევნებზე გავედით, ეგრეთ არჩევნებზე ქონდა წარმოდგენა რომ იქნებოდა. აქვს იმის გამო რომ ნაციონალურ მოძრაობის ის ჩამოინკრა და ეს მოზის ხალხს რომ ეს რაღაცა წაიღო. ძალიან შორიდან ხომ პასუხი. არა, გეტყვი რა დღემდე არის, იმიტომ რომ მე ვიღაცა ვინც რაღაცები ვიჭორავეს მათ შორის იმ პარტიის წევრებშიც და ის ესწავლებს რაღაცებს ვიღაცას ლაპარაკობდა რომ ეგ რო გითხას რომ სხვა რამეა. კაი. მე რა ჩემი ეს პოზიცია წარვადგინე რომ ესე მე თუ ეხლა შევხედე გამოდის მეთქი რომ არც საკრებულოს არჩევნებზე არ გადიხარ. საერთოდ ამბობ რომ ეგ ნაწილი დამთავრებული რომ ყველანაირ ბერკეთს რომ შენ შეიძლება გქონდეს ინსტიტუციურად ამთავრებ და ეგ მე ვთქვი რომ ჩვენ მოვიგეთ მეთქი და მაგით მაგ წაგება შეგვიძლია რაღაც ხელ პოლიტიკა ხელახალი ნაბიჯზე გადასულიყო მის გამო ნაციონალურ მოძრაობას გადაიხედა მაგალითად თუ ნაციონალურ მოძრაობა დადგა როგორც ნომერ პირველი პარტია მე ეგრე აღარ იყო და ეს რაღაცები თუ არ გაფორმდა მივიღებთ ისე ამორფულ სიტუაციას რომელთან მიმართებაშიც თან ზუსტად ვიცოდი რომ ყოველას ქონდა მოლოდინო ქართული ოცნება მანდატებს არ ჩახსნიდა და საბოლოო ჯამში რაღაცა გამოსავაჭრებლად ეს დარჩებოდა ახლა შეგვიხსნი რატო იყავი შესulis მომხრე? გიხსნი ყველა რატო იყავი შესulis მომხრე მაგას? მიუხედავად ამისა რახან ეს მანდატი მე არ ამიღია და აიღო კოალიციამ მე ამათაც გიდებთ აქ მე არ ვიღე ამაზე არც ვისაუბრებ არც ვილაპარაკებ არც შესვლაზე არაფერს ვუაწვევი ხმას არ ამოვიღებ ეს მანდატი დევს აქ და როცა მეტყვით მოდით მოაწერეთ ხელი თუ რაღაცა სამჯერ იყო მე რაღაცა გაკეთებული ხან ტელევიზიის ის სამივეჯერ მივედი და ეგ ნაწილი ჩემთან მაგრამ საერთო გადაწყვეტილება თუ მიიღებოდა შესulis შენც შეხვიდოდი კი ჩემი ის მომხრე ცოტნეს ლოგიკას რომ გავყვეთ გამოდის რომ იმ არჩევნებზე 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკმარისი ხმა არ მიიღეს და ეგ განცდა ქონდა არა ისეთი რაც და რაც მივიღეთ იმის დონეზე მაინც გავატრაკოთო ხო დაახლოებით ეგეთი წარმოდგენა ეს ლაპარაკე მე ხო ჩელეზი მას არ მოშე ეს არ ჩემი გამიჩენს ვიზეა ლაპარაკი მე ვინ გავიგე მაგის მე რა მნიშვნელობა გარიან პარტიებში ხალხი რომლებსაც უნდა ჩემი აზრით ყოველას მოტივაცია მიიღო მე რომ თვითონ ისე როგორც მე ჩემი სიტყვის პატივს და ჯერა ეგრე არ აქვს და მე უნდა რომ ვიღაცას აი იქ ლაპარაკობენ იქ რო ეგონათ რომ ქართული ოცნება ჯამში სადღაც როგორ წინაზე მოხდა სადღაც ეგ დაგროვდებოდა და იქამდე რომ ამ თემაზე ფუსფუსა რო ვიღაცა ისე ვიღაცას ასე ეგ რომ მე ესე ელაპარაკა თუმცა მე პატიოსად ეგ სიტყვა შევასრულე არც იმაზე არ გაუბრაზებულა მე ჩვენ რო ჩაგვიხსნეს და მე რო გახარია რატო და თითქოს არ ვიცოდი მთელი ამ პროცესის განმავლობაში რომ გახარია მაგას ამბობდა რომ მას ბერკეტად იტოვებს და ეგ და მე რატო ხარ გვეწყინა ვერ ხო ნუ ეგ ბევრ რამეს ვერ ხვდები მე მაგრამ ეხლა უკვე როგორ რაღაცაზე თავი დავიჭირე ანუ აზრი დავიჭირე იმაზე რომ ზუსტად იგივე მესეჯ ბოქსზე დავდივართ რაც 2021 წელს ქონდა და შენი ინტერვიუ გამახსენდა ერთ-ერთი როდესაც შენ თქვი თვითმმართველობის არჩევნებზე გავდივართ იმისთვის რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს საპარლამენტო რადიო თავისუფლებასთან იყო მგონი თუ ავწდები ეგ ინტერვიუ და ისევ დეჟავიუ მაქვს არა შენი საუბრი ზოგადად მთელი სიტუაციის მაშინ შენ უბრალოდ იმ პოზიციაზე იყავი ბარემ მყიდე ხას თulis რომ გავიდეთ მე გეტყვი ანუ როგორ ანუ ხო რა წარმომიდგენია მაგას გეუბნები რომ ზუსტად იგივენაირად არ ვაღიარეთ 2020 წლის არჩევნები ან ოპოზიციამ არ აღიარა 2020 წლის არჩევნები დაიწყო ლაპარაკი ბოიკოტზე მე შარმიშელები ყველაფერი გვახსოვს და მე ნელ-ნელა ისევ შემოგვეპარა ეგ ანუ საზოგადოება იყო წინააღმდეგი ისევ ამ გასვლის პარტიების არჩევნებზე რადგანაც ის საზოგადოება უღონც რომელიც მაგ მომენტში იმ პროტესტს უჭერდა მხარს რომელიც ანუ ამბობდა რომ
ის არჩევნები გაყალბებული იყო და ბოლოს რაღაცნაირად შეიფუთა, რომ იცი რა, ეს ახალი არჩევნები შარმიშათან დაალგა გასაგებია ის 53%. კაი, რას ეკითხები ვერ გავიდეო. ანუ მე სად მივიდეო? საკრებულოს არჩევნებზე ხوار ვიდივართ იმისათვის, რომ იმ არჩევნების რამე გაირკვეს. ხო. ეხა ეს სალცახაც რო თქვა, ეხა ამაზეც დიდი განხილვარი ვინ არ მოხშენ ეს არჩევნები მაგის ვეღარ იქნება, იმიტომ რომ ის მანდატები აღარ არსებობს. ხო. და ვინ არჩევნებს ვერ აქვს. უარიანად თქვა. ხო, ერთადერთი ეს არჩევნები არის, რომ თუ მე ამბობენ, რომ მაგალითად გაზაფხულზე დანიშნავენ ახალ არჩევნებს და ახალი არჩევნებისთვის რომ პირობად რომ ახალი არჩევნები იქნება, თქვა რაღაც ეგეთ პირობებისთვის იყენებს საკრებს, მაგრამ წესით ლოგიკურად, კაფიოდ, როცა შენ საპარლამენტო ანუ არ შედიხარ დააცხადე ბოიკოტს, იმის იქით ყველა იმიდან თქვა რომ ხო, არ უნდა გახვიდე. ეს არის ლოგიკური ნაბიჯი. თუ საკრებულოს თანმიმდევრული. ხო, თანმიმდევრული. ახლა შენ მაინც მომხრე ხარ რომ შენ რო კითხონ მოკლედ რა ვქნათო მარტო შენი გადასაწყვეტი რო იყოს უფრო იხრებიქით რომ უნდა მიიღოს აი ხან უთესმართ არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობა ხო აი ხლა რომ ეს ეხლა ამ ფორმატში არიღებას აზრი არ აქვს მაგნატში ან თუ საკრებულოში იღებ მონაწილეობა შეიძლება თქვა რისთვის შვები ამას და იმ რისთვის შვებზე მას მოიქრო სხვა რამ მადუნა თქვა რომ შენ იღებ მაგალითად დაიბადოს ახალი მაგალითად თქვა რომ დაიბადოს ახალი პოლიტიკური კლასი იმ რაღაცამ წააგო და აი მაგის მერე მიდიხარ მაგისტრის და თქვა ხო უგებთ თუ რაღაცა სასწავლი გამოხდა კიდე იმის მერე როგორ გამოიგებ ეგ არ ვიცი არის პროფილ როცა შენ თქვი რომ არჩევნებს აზრი დაკარგა მაგალითად ანუ ხა შენ თუ ამ ელექტროლოდ დაგარტყას იმან რომ შეხედი არჩევნებში ხო იმ აღიარებას თუ ოპოზიციური სპექტრი არ ითქვის რომ არსებობს რაღაცა შანსი რომ შენ არჩევნებში მოუგო, ანუ არსებობს იმგვარი ტიპის უპირატესობა, რომლის შემთხვევაში შენ შეგიძლია კოცებს გადახიო, და ეგ თუ არ არსებობს და უბრალოდ ხელით იწერება, მაშინ როგორ აქვს აზრი? ტყუილია. მაშინ ის აზრიც კი ტყუილია, როცა ეხლა პოლიტიკოსი გეუბნება, რომ ამაზე ლაპარაკის დრო არ აქვს. ანუ ადამიანის განიცდასაც აზრი არ აქვს. და საერთოდ როგორც ხატია, კაცო, ჩვენ ხო იმიტომ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს კი არ ითხოვ, შენ შეიძლება ყველაზე სწორი მოთხოვნა არის, რომ ესენი უნდა წავიდე. ხო და ეგ როგორ ხდება? ერთი ძამე ხა დრო გამისმარცუნა, იქამდე უნდა დაბრუნდეს. ძლიერები აღარ იცი. აი ეგ რა არის თუ გამოვიდა არჩევნებზე იგივე შედეგს არ წარმოიდგინე. ტაქტიკა რატო ვერ თქვა მაგისი ვინმე თუნდაც თეორიული რომ აი ეს CS:GO წავიდეს, სუსი წავიდეს, ეს ხო არის ოთახიდან გამოვიდნენ და სახში. მაგას ჭირდება როცა მათ შორის მაგას ის უმაღლესად ხო უნდა შეცვალო რომ მოსამართლეები შეცვალო. ეგ როგორ ხდება? სწორი ლოგიკა არის მაგ კუთხით. შენ უნდა გქონდეს ძალიან დიდი წნეხი. ანუ ისე უნდა შეაშინო კოცები რომ ოღონდ არ გცემოთ, ეხლა ჩვენ მივდივართ და არ უნდა შეაშინო მაინც. კი ბატონო, უნდა შეაშინო აბა. და იმის რა პროცენტით ეშინიათ ეხლა დაახლოებით რო გავზომოთ, ვიდრე აი ეგლეველი იქნება შიშის. იმის 10%-ად არ ეშინიათ ხო ამ წუთას. კი ბატონო, გეთახა. დაახლოებით მეორე გზა. ერთი რომ აქეთ არის პოპულარობა ისე იზრდებოდეს, რომ ქართული ოცნება მიცოდეს, რომ დღეს რო ჩაატაროს ურჩევნი არჩევნები, ვიდრე ზეგ. იმიტომ რომ ზეგ კიდევ უფრო მეტი ვიქნებთ, კიდევ უფრო მეტი. პოპულარობა როგორ უნდა გაიზარდოს? ანუ ამ ტიპებმა ეს ვერ მოხდება თქვა, არ ვიცი. ვერ უნდა გაიზარდოს. აგერ აქ ერთი პოზიტიური განწყობა, ვისაც აქ ოპოზიციონერებში აქ და მე შეიძლება წავიდეო ვიზახის და შეიძლება ამერიკიდან თქვას რაღაცეები კიდე სკილიკის საგანი რო გახდა, ყველა გაიქცეო, შეიძლება ესეც ერთ დღეს გავაკეთოშია, გარსად გაქცევას ვაპირე, მე მგონია რომ ამ ქვეყანაში ერთაობა მოიგებს. მე ბაჭო, ბიჭო, მე სულ ვერ ველაპარაკები, ვერც მელიას, ვერც გვარამიას და ვერც მე რო ჭუბობ, ხა მე რო კაბათობ და მე რო თავს ვაზისგებ, ვიღაცებს ეგრე უნდა, რა ვიცი მე. ხათო არა ლაპარაკო. ხო და მე თქვენი კაცი ყოფილიყარ და სად მიდიხარ, რომ მიდიხარ? ბიჭო, ან მიდიო რა შოი ზენ ხო სამ ხარ იტყო რაღაც გავიმზადე აგერ მაგ პარტია, სანამ აქ ვარ თან პარტიაში ვარ, ვიღაცებთან და ცალკე ხარ და ვიწყებ რაღაცების ჩალის ის ხო არ ვარ, ცუდი ადამიანი. ჯერ ხო რაღაცა ზუსტად დავამთავრო წერტილი. და არ ველაპარაკებ, გვარამიას ნახებო. უხერხულობა გვარამიას რომის არმი მაინტერესებს? არა, ჩემთვის მარტო გვარამია. მე მიყვარს ნიკა გვარამია. გირჩს ხო თუ მიდიო გირჩს. მე მაგ კონკრეტული შეკითხვა. ბოლოს ერთ-ერთზე ან რამდენიმე ერთზე, არ ვიცი, როდის ელაპარაკე ცალკე ოთახში ნიკა გვარამიას. არჩევნებამდე და მე ბიჭო, მაგიტო გაქვს დარხეული ამ ოპოზიციას რომ ვერ ელაპარაკებით. არ არის მოთხოვნილება ხო არის რაღაც რას აკეთებს ოფში. თან რაღაცა ისინი აქვს, მე კაც გვარამიას კი არ რომ მაინც ხო გვარამიას და შენ შორის დაპირისპირება ხო შენ მხარეს ვიქნები, მაგრამ თუ არის, არ ვიცი. მაგრამ მე და ხალხმო სხვა რამე მდგას თქო, ხო ხტები მე ვის შეხვდა მე გვარამიაზე გელაპარაკები როგორ ერთ თავარ ოპოზიციურ აქტორზე და არაპიროვნულად კაცო იმიტომ ვახსენებ გვარამიას თორე იმიტომ კი არა ქუჩაში ვარ ყველა და ქუჩაში ქუჩაში როდის ნახე გვარამია ქუჩაში და არის საერთაშორისო აი მეორე შეკითხვა გვარამია როდის ნახე ქუჩაში ჩემი სპეციალობა გავიგებ შეთემაზე გადადიხარ ერთი წამი ბოლოს როდის ნახე ნიკა გვარამია აქციაზე
არ ვიცი რამდენიმე ალბათ თვენახევრის წინ იყო როცა ნახე მან. ოღონდ ეგანიშა არ ვიცი ის დაცვარ მეც არ გარდა მეც არ ვიდმე რა ნახა რაღაცა ნაკლში გურწფელია ხა მან გვარი. გაიბუტავდა რაზე გაიბუტა? თქვა რომ ის თავს ხედა სხვა უპირატესობა მაქვს და იმას ვაკეთებ. რას აკეთებს? ეგ ზურაბიშვილი ეგეც გითხარი ზურაბიშვილმა არ გააკეთა ეს საერთაშორისო იზოლაცია თუ გვარამიამ გააკეთა უფრო? საერთაშორისო იზოლაციის ნაწილზე პოლიტიკოსები რო იბრანებდნენ. ხო, ვინ გააკეთა? გვარამიამ მეტი ის რევოლუცია რაც ევროპარლამენტმა მიიღო, ეგ იყო დამწყები მაგამბის. ანუ არჩევნების არაღების ნაწილში ვინ იყვნენ ეგენი? აი ვინ არის ვიღაცა ემატყულა არ დაიბრალო. კი, გვარამის კი არ ვიცი მეც რასაც კომუნიკაცია ვის ელაპარაკებიან ელჩები თუ ვინც არიან? საგარეო საქმეთა მინისტრები გვარამია ელაპარაკებიან ზურაბიშვილს, ზურასაც ელაპარაკებიან ხოლმე? კი, ჯაფარას. ზურა ხო საგარეო ლიდერი, საგარეო პოლიტიკაში უფროა ჩემი წარმოგდგენით. იცით რატო გეკითხები, რომ ვიღაცები აი ჩვენ შევძელითო რომ იძახიან საერთაშორისო ასპარეზეო, შენ რა შეძელით ხო ვიღაცებს მინდა რომ უთხრა და ლელო ელაპარაკება? თუ იქ რო იყო ამერიკაში ლაპარაკი იყო? მე ყველაფერი არ ვიცი, ამერიკაში რაღაც იქ ხო იყო ხო, ალბათ ელაპარაკეს. ევროსაბჭო თუ საიდან კოცების ის იყო. მან იყო 4 პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები საერთაშორისოში იყვნენ და Facebook-ზე დავაწერეთ ხალხს რას კითხავდით ცოტნეს თქო და ზოგი ცოტა ბანალურ ზოგზე უკვე გავეცეთ პასუხი ამ საუბრის დროს, მაგრამ აი საინტერესო კითხვა. მიგაშნია თუ არა სტრატეგიულ უხეშ შეცდომად მეორედ შემოტანილი რუსული კანონისა და ოფშორების კანონის გატარება და შემოდგომის არჩევნებზე კონცენტრირება. ანუ კანონები რო გავატარეთ, იმიტომ რომ ვითხოვდით ახალ არჩევნებს და ტყვეების გათავისუფლებას და ამ დროს რაღაც კანონებს რო ესენი გვაპარებენ და მაგას რო ვიკიდებთო რა. არ ვიცი, მაგას მე არ მაქვს, არ ვიცი, შენ რა გააქვს პასუხი? სტრატეგიები, ეგრე რაღაც სტრატეგია დაიგეგმა მე ქნაზეც არ არის. რაზეც ხალხი მეტად ბრაზდება, ეგრე ხდება ეგ აქციებით. რაც არ უნდა ისე მე სტრატეგიულად რაღაცები გეგმო, ეგრეც და არ ხდება. ის აქციები რო არ დაშლილიყო, მოკლედ თავარი პრობლემა ჩემი აზრით რაში ხა ძალიან კურცფელი რო ვიყო და მესამე მოსმენით რომ მიიღეს კანონი და წიროვიდექი და ცრემლი მოდიოდა ხალხს ეგ ცრემლი თულად არ მოდიოდა. ეგ ცრემლი იყო რომ საბოლოო ნაწილში მომრევი ხარ თუ არა, ანუ და ჯამში მე მადმიდიხარ, საკმარისი ადამიანი არის თუ არა მზად რომ იჩხუბოს იმ დონემდე რომ всё ჩხუბობთ გადაბმულოთ და ისე აღარ მიდივართ და როცა კი აქციაზე რაც ეგ დაინახა რომ აქციის რაღაც ნაწილი ეგეთ რადიკალიზაციის მზად არ არის და რაღაც არის და რაღაცნაირად აქციებმა ჭიჭინაძის ქუჩის მერე შეკრება რომ და ცოტა ქუჩიდან ესე რომ იყო იქ აღარ იყო პარლამენტის წინ მე რაღაც აქციები მე ოპერის მერე რომ იწყებოდა მან იყო ეგ ამბავი რომ იმის დედა მენეჯმენტი შეიძლება იყო მეტი მიზანი ხალხი ყველაზე ჩემს პოლიტიკოსებს ყველაზე რომ მაგალითად ამისთვის მომზადებაში შეიძლება ფულის ხარჯვა რომ ეკიპირებათ იმით მყარად იყო უფრო ჯობია ვიდრე თავი ვაჯარიმებინო და იმ ჯარიმებისთვის ფულის იხარჯებოდა შეიძლება ან ხვდებით ანუ თუ ვამბობთ რომ ეგ არის დასასრული ესეთ კონკრეტული მაშინ ეგეთი ბრძოლისთვის უფრო მეტად უნდა ყოფილიყავით ალბათ მომზადებულები უფრო მეტად როცა ასე ვარადიკალურად და მიდივართ ბოლომდე გავდივართ თუ არა ყოველ მაშინ წინასწარ ვიცოდეთ რომ ანუ ისი ერთი ადგილი გვაქვს კარგად უნდა შევაფასოთ ხო საბოლოო ჯამში ეგეც არის ვისთვის ამიტომ ეხლა როცა ეგეთი პროცესი იყო მე მისული და კანონი დაქცევის დროს და მოდი გადავერთოთ არჩევნებზე და მაშინ აცხადებ რომ აი არჩევნებია გამოსავალი რაც თქვენით ხო სალომე ზურაბიშვილმა ხო მაშინ იქ არჩევნებზეც უნდა მოვმო და რვამდე მოვიგეთ არ უნდა იყოს მაშინ რა ან ხო ხალხს უთხრათ რომ ეხლა ამოერთეთ აქციის არის არჩევნებია კაცო ამას მოვიგეთ ეგეთი მაგარი არჩევნები ჩატარდება და ვითურმე არ ყოფილა და მე მაგიტომ კარგავ დობას ხო მაგრამ სულ ეგრე ხდება ანუ ეს ხო პირველად ამ ჩემთვის საერთოდ მართლა გეუბნებით პოლიტიკურ პროცესში არ არსებობს რაღაც სრულიად ახალი გაკეთებული თუ რამე გაკეთე ახალი ეს გააკეთა ხალხმა ეს არის ახალი ეტაპი რომელიც ჩემს სულ სხვანაირად აქამდე ეგრე არ იყო რა სხვანაირად ხდებოდა ხოლმე და ესეც ხალხმა გააკეთა პოლიტიკა სულ ეგრევე რაღაც ზედმეტად მოლოდინები რაღაც წარმოდგენები მე ესე არ ყოფილა და მოდი სხვა მესეჯ ბოქსით ჩავთოთ უბრალოდ რეალურად ეხლა სამ ახალგაზრდები ვართ აქ და დიდებს არ დავისვამთ როგორც არის მაგათ მე მაინტერესებს ვკითხო თვითონ როგორ უნდა შეიცვალო მაგრამ შენ როგორ თვლი აი როგორ წარმოგიდგენი ამ სიტუაციაში ეს ხალხი შეიცვლება თვითონ თუ ეს ხალხიც უნდა შეიცვალოს ოპოზიციაში ვინც არიან ძველი სახელებს გულისხმობ ეგრეთ ახლებია დაემატონ
გასაგებია, მაგრამ ეს ძველი ტიპები, რომელიც პატერნი აქვს, ეს ახლების რაღაცნაირები არიან ხოლმე რა. ახლები, ვინც მოდიან პოლიტიკურ პარტიებში, ახლა ვიტყვი რა პირდაპირ. ანუ ტიპები არიან ვიღაცების ასლები, რა ვიღაცას ბაზო, ვიღაცა გახარეს გულჩა და გახარეს ტერმინებს იყენებს ისე. აი შეხედე, აგრეთვე აი ტერმინოლოგია და ჟესტიკულაციას კი ესეთები აქვს ხოლმე. ნაციონალებთანაც იგივე, იმიტომ რომ იმისთვის ვიღაცა არის, ისა ხაბეიშვილი არის, მიშა თუ არა, სამაგალითო და ისიც ისეთები არიან, ახლები კი არიან, მაგრამ ისეთები არიან. მოკლედ მოვისმენდი, აი წეგანაც მაგაზე თქვი იდეაში, მაგრამ მაინტერესებს, შენ როგორ რა უნდა მოხდეს, ანუ იმასე მეტი კიდე რა უნდა მოხდეს, რომ ძალიან რთულ ამას ეკითხები. ხო ვიცი რომ თუ მილიონიანი კითხვა, მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენია, ანუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ეს ერთი და იგივე წრეზე სიარული ამ პარტიული პოლიტიკის ნაწილში. ანუ რა ძალა შეიძლება არსებობდეს, ეს კაი, თუ ეხლა არ არსებობს, ვიღაცები ალბათ ის ალაგ-ალაგ ნორმალურები არიან, უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავით აპარაზიტირებინოს მე ნორმალურები და ნამუსი რო ქონდეთ, ის კი არ იქნებოდა მიცარია და თავდება. ამიტომ ეხლა რაღაცნაირად არის პროცესი, თუ ვინმე წარმოუდგენია რაღაც არის გასაახლებელი და ეს აღარ მოწონს, ამაზე მეტი ცუდი ვერ მოხდება და ეგ იმაში მაინც გახსოვს ჩვენი თავით მიიღო რაღაც გადაწყვეტილება. ჩემი მხრიდან თქო, აი ხა რა ვიცი, ზეგმართი რაღაცა სამართლო რაღაც დავიგე პანჯარი მან თუ ან ადმინისტრაციულ დაკვე მექნება თუ არა იმას რომ მოვილებ, დავისაუბრებ ჩემს პარტიაში, რას როგორ ფიქრობ, რა როგორ და მიიღებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ და მე რა გავასაჭერებ, ვიტყვი და ეგრე მოვიქცე. ეგრე ჩაი პირველი ნავიჭი, რა ჩამოვიხსნა და მე რას ვფიქრობ, იმე ჩემნაირი პოლიტიკერი თუ რაღაცა შემოვიქცე. მე გავახსენდი. რამაც გადამარჩინა. არის ის რომ ამი რაღაცის გამოყენებით, ბევრ ადამიანს რაღაცა მეტაგად თუ მოწოხარ, ისე მარტივად ვერ გიბედავენ რომ რაღაცები ჩაგწიოთ, გამოგწიოთ. ამიტომ შენი თავი თუ არ დავაშატაჟეთ რაღაცეები და ეს დიდი ბიძიები, მაშინ ახალგაზრდულებში თუ მივედით, არაფერს აზრი არ აქვს. ვასრულებთ პრინციპში ჩვენს დღევანდელ ეთერს, რომელიც მე მგონი საკმაოდ კარგი გამოვიდა. ნიკა გვარამეს იმედი არ ეწყინება და Facebook-იდან არ წამფლით. მეგონია ბევრს ეწყინება. ბევრს ეწყინება. უკვე პირველი გადაცემით იმდენი პირველი გადაცემა. შენ სხვების რეპუტაციაზე არ ფიქრობ რა. ეს პოდკასტი რო გავა, მთელი ამბავი მოყვება. გურცველად. მე როცა ეს პოზიციას როცა დავაფიქსირე, ნიკა გარამე მომისმინა. მითხრა რომ პატივცემდა ჩემო პოზიციას, როდესაც არ ეთანხმებოდა და მანც ეს საუბარ ჩემთვის არ შეუდო, არ მაგაზე ან არის ლაპარაკო, ანი და მისგან ეგ არანაირი მე უხდიდი ბოდიშაპ გარემოს და ალმასარი შემეტენი. ვიღაცა ბარამიას რა. არა, მე იმას ვამბობ, მე იმზე ჩავაცივდი გვარამიას სხვა კითხვებით, ხო ჩემგან ეწყინოს ხო, რატო სხვა არ გამოყავი ხა ეს. იმიტომ რომ საინტერესო იქნება ხალხისთვის მაინც მოსმენა. რა გჭირს პოდკასტში ხარ? ლიბერტარიანი კაცს და გავისყდა რომ ჩვენთვის მაყურებელს მნიშვნელოვანია? თუ არ უნდა იყოს ეგრე? გავიხადო. ისეთები ლაპარაკი გადაიღო ფაქტიურად. ხო და აი გახთაზე და დასვის კითხვა და ხო, ის რა მაინტერესებს, ბოლო კითხვა მქონდა ეგეთი რა, ვინც არიცით, მეგობრებო, ცოტნე თვეების წინ ერთ-ერთ ეთერში თქვა თუ დაპოსტა, რომ არ ვიცი ჩემ მომავალი მეუღლე ვინ იქნებაო, მაგრამ ყველა ვარიანტში ამ აქციებზე დგასო, ხო ეს იყო შინაარსი, ხო აბა სად უნდა იყოს, ეხლა თუ არ დგასო. ეხლა მე მაინტერესებს ესეთი კონკრეტული შეკითხვა მაქვს. ეგ რო თქვი, აი ეს 100,000-იანი აქცია იგულისხმეთ, აი ხა რო 500 კაცი რო დავჭით, კაი 5,000 თუ გინდა იქაც დგას. რას ფიქრობ? რამდენი შეგიმციაზე თქვი იმ აქციაზე იგულისხმე. ეხლა რა ვიცი, ახლა აღარ გადიოდე? მეცავდგავარი. აი ხა ვითომ ვერ გაიგო შეკითხვა. მე გეუბნები რომ ისეთი ტიპია, რომელიც აი ხა ბოლო 100 კაცი რო დარჩება, იმას კაცშიც იდგება, თუ 100,000 ის იყო ბებია ჩემიც გამოვიდა ამის ახლა. ბებია ჩემს არ განიხილავს საუბრობ. რაც თქვი, ეხლა ამ აქციაზე ბოლომდე მე ვის რას მე ვერავდა. შენ ამ აქციაზეც არის, არ ვიცი. ხო ვარ ჩვენ მე როცა იმ განსით რო ეხა ევროპას გვართვენ და შესატაკებლად როცა გვარბევდრე და იმ დარბევის დროს ეკითხა ადამიანი. იქ იყო ეხა შეიძლება ტელევიზორთან იჯდეს და აღარ დადიოდეს, მაგრამ იმედებია გაწყვეტილი რომ ადამიანი არის მზად რომ გავი დარბიონ და ამ დასარბევად გამოდის, მან იყო ვინცაც ქონდა მზაობა, მაგის მე იყო თავარი. აქტიურ ხალხიც არის ეხლა ვინც მაგით მზად იყო და ყველა ვარიანტში იქ იყო და იყო აღმოჩენილი ამბობს, მაგრამ მე მარტო მაშინ გამოდა, როცა ხედავ ეგრე დაპირისპირება, მაგაში დებ ენერგიას და შეიძლება იყოს პოზიცია და მისაღები. კაცორი ჩემ მომავალი ცოლისთვისაც რომ მითხრას, მაგრამ იმიტომ არ იყო, სადაც საჭუბარი იქ დავდიოდა და ჭუბი აღარ იყო, გასაგები არგუმენტი იქნება.
ცოტა ხანიდან მე მივხვდი ერთ რამეს ესე არ მილაპარაკია დიდი პერიოდის განმავლობაში მივხვდი რომ რაღაცებს ზედმეტ სერიოზულად აღიქვამ ხოლმე ან ეგრე ჩანს მე რო გადავდივარ ხო კაი არა სერიოზულად თემებზე ლაპარაკობთ ხა ვიღაცა იტყვის რა არის საღადაო მაგრამ რაღაცები კომიკურიც არ ხო გადავირიეთ ცოტა თუ არ ვიხმურეთ მე ვარ ხოლმე მაინც ხუმრობის მომხრე რა ერთ-ერთი რაც არ უნდა იხმურო ადამიანური ტრაგედიებია დანარჩენი ხა თუ გადავირიეთ მთელი ქვეყანა დღეს ის უნახე კახაწიქარიშვილის ისა ну უნახე თქვენს აღარ ამაგვარ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღარ ამაგვარ ეს ვალდებულებები და ერთი ხოცების დედაც და ნაცებს ამას თუ ხო დავოდე კაი მეგობრებო აი ამ მხიარულ ნოტაზე გემშვიდობებით ასეთი იყო ჩვენი პირველი პოდკასტი მე მგონი კარგი გამოვიდა მომავალ შეხვედრა კარგად იყავით